დღეს მოვამზადოთ ხაბისგინა, რომლის ცომისთვისაც ავიღებ რძესა და წყალს თანაბარი პროპორციით, დავამატებ შაქარსა და საფუარს, კარგად გავხსნი. როგორც კი გააქტიურდება, შევურევ მარის, ფქვილსა და ზეთს და დავტოვებ სითბოში გაორმაგებამდე. მანამ გავრეცხავ კარტოფილს, გავთვლი და მოვხარშავ. გავატარებ ხორცაკებ მანქანაში და შევურევ გახეხილ ყველს. დავამატებ კარაქსაც და გულსარცსა და ამოსულ ცომს გავყოფ 200 გრამიან გუნდებად. ხელით გავიყვან გვერდებში გუნდას, მოვათავსებ შიგ-თავს, მოუკრავ თავს და გავაბრტყელებ. გადავიტან გახურებულ ტაფაზე, ვაცხობ დაბალ ცეცხლზე ორივე მხრიდან, შემდეგ კი გადავუსვამ კარაქს. უმჯობესია თუ გულსართი ცომზე ოდნავ მეტი იქნება. რძის ცომით მომზადებული ხაბისგინა კი გამოდის საოცრად ნაზი და ფაფუკი.